ესე იგი, საფეხბურთო ციებ-ცხელებაა, ჩემო ძირფასებო. ძალიან. კი ბატონო, ერთი რამდენიმე კაცის დამატება გჭირდება 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. კი ვართ ჩვენი გუნდი ახლა. კი, თუ არა სტუმრები გყავს ისეთი, აუცილებლად დაგვემატებიან, მე მგონია თავდამსხმელები. კი ბატონო, ისე მაინტერესებს ვის გულშემატკივრებს ნიკოლოზ? ნუ მე მაინც ბავშვობიდან ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ, თუმცა თუ ამ კონტინენტზე გადმოვინაცვლებთ აქეთ ინგლისიც თან ადამიანურად გულშემატკივრობ ინგლისს. მაგრამ ბრაზილიას უფრო გაყვება. ხო, ნუ ბრაზილიას გულშემატკივრობ ასე რა თქვა. ალბათ გაინტერესებს ჩემი ამბავი. თავისთავად ახლა ეს კითხვა-მონაცვლეობა. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი აზრები, ჩემო მეგობარო, ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. დიახ. რატო ისეთი კუმირები თამაშობდნენ ყოველთვის, რომ მნიშვნელოვანი იყო და გინდა არ გინდა გვესმოდა ბავშვობიდან ის გენიალური სახელები და გვარები ადამიანების. ბრაზილია, თუმცა ახლა მე არ შემოვალ ამ შერკინებაში და უფრო საინტერესო რო გავხადოთ გიო ეს ფეხბურთის ციებ-ცხელება გერმანიას ვიტყვი მე და აგერ ტელევიზიასთან შენც ხო გიორგი გერმანია ზაზა შენ გერმანია შენ შეიძლება გასაგებია მოხდნენ ესენი ზაზა შენ ბრაზილია ჩაგრავენ მაგრამ ზაზა იმ ხელარი აი ჩემსკენ ვარი უკვე გავიმართე ცოტა ხო ესე იგი რამიდა იცი თქვა საინტერესო ცოტა აზარტი მივცეთ ახლა მთელი მსოფლიო ამ აზარტშია და ჩვენც რაღაცა მოდი ესე გავაკეთოთ გერმანიის მოგების შემთხვევაში 20 კაციანი პურმარილი იკისროს ბრაზილიის გულშემატკივრებმა და ბრაზილიის მოგების შემთხვევაში გერმანიამ იკისროს 20 კაციანი და თუ ვერც ერთი ვერ გავიდა ორივე ერთად ვიკისროთ. დავდოთ ზაზა ვისეგად მომხედა გადავიდა გერმანიისკენ. არა, საინტერესო იქნება რომ დაიძაბება. კი ბატონო. ასევე მინდა ჩვენ ტელემაყურებელს აუცილებლად ინფორმაციისთვის უთხრა რომ ესე იგი მოგეხსენებათ უკვე დრო და საათები გულშემატკივრებს გულისხმობს ზეპირად იცით უკვე და ის თამაშები რომლებიც ასე ვთქვათ ხუთშაბათობით და შაბათკვირობით ჩვენ კონკრეტულ გადაცემებს ასე ვთქვათ ჩვენი იუმორისტული გუნდის ეს არის ჩვენი შოუ პაატას და ნიკას შოუ და მიხო და მარუს დაემთხვევა აუცილებლად რაღაც დროს გავა იმ დღეს შუალედებში ასე რომ არ ინერვილოთ იმათმა ვისაც ფეხბურთი არ გაინტერესებს და მიხოდა მარო გიყვარდა ჩვენი შოუ ყურადღებით უნდა ადევნოთ რუსთავიორს თვალი ჩვენც მაქსიმალურად ბევრ რეკლამას შემოგთავაზებთ რომ პატარა დროის გადაწევით აუცილებლად გავა სერიალების და ჩვენი გადაცემა. მოკლედ რუსთავიორიდან არ უნდა გადართონ ეს ავისთავად როცა ყვირილი იქნება ესე იგი ფეხბურთი გადის და როცა სიცილი დაიწყება ესე იგი სერიალი არის ან ჩვენი შოუა მოკლედ შემოკარგებო